ამშობის დღეებში ღვთით კურთხეული ჩვენი რეზო ჯანიაშვილი გავიდა ამ წუთის სოფლიდან სამარად ჯამოში მინდა მიუსამძიმრო მის საყვარელ ოჯახს მის ქალაქს და რაიონს და მის საქართველოს რომელმაც დიდი ღვაწლი დადო ქართულ ქორეოგრაფიის გარდა ნიშანდობლივია მე ახალგაზრდობიდან თანამშრომლობდი და ნახულობდი ქართული ცეკვის სწავლის დროს ქართულ ისტორიას ასწავლიდა სხვადასხვა ეროვნების ხალხს და მე ცეკვაც შეასწავლა წარმოიდგინე 60-იანი წლებიდან აი დღემდე აი კოლხიდას რო ვიძახით რამხელა დიდი ამაგი აქვს დადებული ჩვენი ქართული სულის დაჭერისთვის მართლაც კბილებით ეჭირა ქართული სული და ბევრს არა მარტო რუსს სხვადასხვა ეროვნებისას მაშინ საბჭოთა კავშირი იცით თქვენ რამდენი ეროვნების იყო ბევრს გააგებია რა არის საქართველო ეს არის დიდი ღვაწლი და არც დავიწყება ექნება ამ ღვაწლს მე ვფიქრობ რამე თუ მისი გაზრდილები მისი ნაშრომი აი იმ შედეგს გამოიღებს ჩამოვედი იმის გულისხმობს რომ ამ საოცარი წინვალე ადამიანისთვის წინვალე უპირველეს ადამიანისთვის მე კარგი ქორეოგრაფისტვის საოზოგადო მოღვაწესთვის რომელმაც რუსეთში ქართული გენეტიკის და ქართული გენეალოგიის ესე იგი წინვალებისთვის ძალიან ბევრი საქმე გააკეთა ის რომ მან შეძლო რუსის ახალგაზრდა ბიჭი და რუსის გოგონაში ჩაედო ქართული სულიერება ესენი ქართველებად გამოიყვანა სცენაზე ეს უკვე ძალიან დიდი რამეა რა ეს პოლიტიკაზე მეტია მე მისი მეუღლე მიყვარს ძალიან აი რომელიც ვერ ჩამოვიდა იმიტომ რომ არ არის კარგად და მე ვიტყოდი რომ დღეს მასაფლავებ ჩვენ ქართული სულიერების გამაბრწყინებელს რუსეთის იმპერიაში და საბჭოთა კავშირში ყოფილ საბჭოთა კავშირში რომლითაც მან ყველას დაუმტკიცა რუსიდან დაწყებული ბელარუსამდე და უკრაინელამდე რომ ქართული გენეტიკა ეს არის უზომოდ განუსაზღვრელი დიდების გენეტიკა ზესტაფონის რაიონს და სრულიად საქართველოს რევაზ ალექსანდროვიჩ ჯანიაშვილი დაიღუპა კაცი ლეგენდა რომელიც ქართული ხელოვნების სულის ჩამყრელი იყო რუსეთში რომელიც შეაყვარა სხვადასხვა ეროვნებას მრავალ ეროვნებას ქართული ცეკვა და ქართული ცეკვით ასახელა არა მარტო ზესტაფონი არამედ სრულიად საქართველო და ვამაყობთ ჩვენ ქართული ხელოვნების მოღვაწეები, ქორეოგრაფები, ქორეოლოგები, მომღერლებიც კი და თვითონ უბრალო მაცხოვრებელი ზესტაფონის რაიონის შვილები, რომლებიც ასეთი კარგი ადამიანი იყო და დიდ საქმეს ეწეოდა და დიდ საქმეს აკეთებდა დიდ რუსეთში, ქალაქ მოსკოვში, რომელიც შექმნა ანსამბლი კოლხიდა და ივერია. Უსამძიმრებთ ოჯახს და მივაგებთ პატივს ანსამბლი ძმები. მინდა ჩვენს მუნიციპალიტეტს, ჩვენს ქვეყანას მიუსამძიმრო ბატონი როზოს გარდაცვალება, ნამდვილად ბუმბერაზი ადამიანი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ. მისი წვლილი და მისი შემოქმედება ფასდაუდებელია როგორც ჩვენი რაიონისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. ბატონმა რეზომ არაერთი თაობა აღზარდა და მის სახელს გააგრძელებენ უკვე მისი აღზრდილი და გაზრდილი თაობები. დავზიმრებ მთელ საქართველოს და მთელ ზესტაფონს. რევაზ ჯანიაშვილის გარდაცვალებას რევაზი იყო ის ადამიანი, რომელმაც 1957 წლიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და მათ შორის რა თქმა უნდა რუსეთში ჩამოაყალიბა ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ქართველი ხალხისთვის და არა მარტო ქართველი ხალხისთვის იყო მნიშვნელოვანი კულტურული ხიდი გადებული საქართველოსა და რუსეთს შორის. უსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც კი შეხება ქონია რეზო ჯანიაშვილთან, უსამძიმრებ პირადად ოჯახს, ჩვენ გვარს, პატარა კინოც და ყველა იმ ადამიანს, ვინც უყვარდა და ვისაც უყვარდა რეზო ჯანიაშვილი.